ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იმართება, სადაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსაც განიხილავენ. საქართველოს შესახებ მსჯელობის ინიციატორები გერმანია და საფრანგეთი არიან. სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. საქართველოსთან დაკავშირებით მათ ქვეყანაში ბოლო დროს მიღებულ კანონებზე, დემოკრატიულ უკუსვაზე, ეუთოს მოსკოვის მექანიზმსა და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის თქმით, საქართველოს მთავრობას სწორი მიმართულებით არ მიდის, რის გამოც ისინი დამატებით ზომებს განიხილავენ. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ვითარება უფრო სერიოზული ხდება. ამიტომაც 6 მარტიდან შეუჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის ფლობელებს, მაგრამ განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით. საქართველოში არაფერი შეცვლილა, ვითარება არ გაუმჯობესებულა. ჩვენ ვიცით რა სურს და რას იმსახურებს ქართველი ხალხი, მაგრამ ეს მთავრობა აშკარად არ არის დაინტერესებული ქვეყნის და ხალხის ევროპული გზით. ჩვენ სრულად გვჯერა, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, შეასრულებს ევროპულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას. საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. ესტონეთის პირველმა დიპლომატმა მარგუს ცაკნამ ხაზი გაუსვა, რომ ახლა ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე აღარც კი საუბრობენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა კი ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ახსენა და თქვა, რომ ის შესაბამის შედეგს გამოიღებს. მე არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებოდი საქართველოს, არამედ ვესტუმრე კიდეც საქართველოს და გამოუცხადე სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელსაც სამწუხაროდ მზარდი ჩაგვრის პირობებში უწევს ცხოვრება. ბოლო კანონი, რომელიც არსებითად კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, კიდევ ერთი ნაბიჯია არასწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვის მექანიზმი შესაბამის შედეგებს გამოიღებს, თუმცა ევროკავშირიც ფხიზლად უნდა იყოს. ესტონეთი ყოველთვის ღელავდა ქართველი ხალხის მომავალზე. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს, ევროკავშირის წევრობა. ახლა ამაზე აღარც კი ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გადავრჩეთ, ასე რომ ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, რაც საქართველოში ხდება. ის რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება, რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. ამ საკითხს დღეს განვიხილავთ. ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების შესახებ კანონის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნამდვილად ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი განვიხილო ჩემს კოლეგებთან ერთად ის თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის განხილვა უკვე შეაფასეს ქართულ ოცნებაში. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები საქართველოზე თავდასხმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილი არის. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, რასაც ჩვენ ამ დღეებში უყურებთ. ჩვენ ნახეთ სხვადასხვა მეთოდები, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები. მანამ სანამ ბრიუსელი მის საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესპიკერის სახით. მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. საქართველოს საკითხის გარდა ბრიუსელში საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია.